გამარჯობა. ონისეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ნორმალურია, მცირე დაზიანებები აქვს, გადარჩა და ძალიან მიხარია და მინდოდა მეთქვა, რომ ძალიან დიდ მწუხარებას გამოთქვა მიმამბის გამო, რაც მოხდა გუშინ ღამით და უსამძიმრებ ოჯახს, რომელმაც დაკარგა 17 წლის ახალგაზრდა ოჯახის წევრი. ეს არის ტრაგედია და ძალიან მწუხვარ ამის გამო. და რაღაცნაირად არ ვიცი, ესე მტკივნეულად მიეწყო ეს ამბები ერთმანეთს, დილით ვახოსანაია დააკავეს, ფაქტობრივად ისიც რაღაცნაირად იუმორისტული კრიტიკის გამო, შემდგომ გავიგეთ ეს ამბავი, რომ ბავშვებს სიცილის გამო ესროლეს და რამდენიმე წუთში უკვე ონისეს დაესხნენ თავს ხუმრობის გამო. და არ ვიცი რა შეიძლება ვთქვა ამაზე, გარდა იმისა, რომ ქართული ოცნება გვაცხოვრებს ტრაგედიების, ყოველდღიური ტრაგედიების რაღაც ნიაღვარში, რომელშიც პოლიციის შენობასთან ვართ და ბოდიშით აქ გარედან გერთობით, იმიტომ რომ ახლა შევიდა ონისე განყოფილებაში და ხო, ძალიან მწუხვარ. ალბათ 2 წუთში დავასრულებ. მარია, მე მინდა გითხოთ, ბოლო რამდენიმე დღე ამ თავდასხმამდე აქტიურად მიმდინარეობდა ონისეს წინააღმდეგ პროპაგანდისტული მედიების მხრიდან, ესე ვთქვათ, ეგრეთ წოდებული გაშავების კამპანია. რამდენად იყო თქვენთვის მოსალოდნელი, რომ შესაძლოა მოვლენები ასე განვითარებულიყო და ონისე გამხდარიყო თავდასხმის ობიექტი? ქონდათ ეს მოლოდინი, რომ აი ამ ფორმაში გადაიზრდებოდა ეს აგრესია? ხო, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული პროტესტში, მე საფრთხისგანაც და მუდმივად მოქვს. თუმცა ამ ამბავთან დაკავშირებით მე არ მქონია რატომღაც მოლოდინი, რომ შეიძლება რომ რეალურად საფრთხე გადაქცეულიყო, იმიტომ რომ ჩემთვის იმდენად წარმოუდგენელი იყო, რომ ის ეპიზოდი, რომლიდანაც დაიწყო ეს მთელი კამპანია, რომელშიც ონისე უბრალოდ ფაქტობრივად განასახიერებს ადამიანს, რომელსაც რაღაც აბსურდული მიზეზით შეიძლება სრულდეს ნოდარ დუმბაძე და ამ ბოდიშით პარალელურად აქეთაც საუბარია. ანუ იმდენად აბსურდული იყო ჩემთვის ეს, რომ აქედან შეიძლება ხალხში ზიზღი გაიღვივებინათ, რომ საფრთხის განცდა არ მქონია. თუმცა იყო მუქარები, თან ეს გაგრძელდა დღეების განმავლობაში და ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩემთვის და მინდა რომ თქვენმა მაყურებელმაც ეს იცოდეს, რომ ეს პრობლემა არ დადის ხუმრობის, არ ვიცი, გემოვნების საკითხი არ არის. ანუ ძალიან ბევრს შეიძლება არ მოსწონებოდა ეს ხუმრობა, ბევრს შეიძლება ნეიტრალური განწყობა ჰქონოდა, თუმცა პრობლემა აქ ის არის, რომ ეს იყო მიზანმიმართული კამპანია. ის სიუჟეტები, რომელიც გავიდა ონისესთან დაკავშირებით, იწყებოდა იმით, რომ ონისე პროტესტის მონაწილეა და მთავრდებოდა იმით, რომ ონისე პროტესტის მონაწილეა. ეს იყო მიზანმიმართული ზიზღის გაღვივების კამპანია, რომელმაც გამოიღო ესეთი შედეგი. თუმცა მე მაინც არ მჯერა, რომ ეს არის რაღაცა ბუნებრივი პროცესი, ეს სრულიად ხელოვნურად წაქეზებული რამაა და გონია რომ აი ესეთი საზოგადოება ჩვენ არ ვართ, ვისაც შეუძლია რომ ადამიანი გაიმეტოს სიკვდილისთვის ხუმრობის გამო, ვისაც შეუძლია რომ ადამიანი გაიმეტოს ციხისთვის ხუმრობის გამო და ვისაც შეუძლია რომ თვალი დახუჭოს იმ ყველა ტრაგედიაზე, რომელიც ყოველდღიურობის ნაწილი გახდა ამ ქვეყანაში. კი ბატონო, მარია, მაი რა გაფიქრებინებთ იმას, რომ ეს იყო დაგეგმელი და არ იყო რაღაც შემთხვევითი, რომელმაც შემთხვევით ადამიანმა თითქოს ონისე დაინახა მარკეტთან და ვერ შეიკავა თავი, ანუ რა არის ის? პირველ რიგში ის რომ ვიცოდით ბოდიში, აი მალე უნდა დავასრულო, გასვლა მიწევს, ამას გეტყვით და თუ შეიძლება დაგემშვიდობებით. პირველ რიგში ის რომ როდესაც ეს ამბავი მოხდა, იქვე იდგა ადამიანი, რომელმაც გითხრა რომ ეს ადამიანები იქ მთელი დღის განმავლობაში იდგნენ და ელოდებოდნენ, როდის გამოჩნდებოდა ონისე, რომ მიზანმიმართულად მასზე ეს ძალადობა განეხორციელებინათ. დაგემშვიდობებით, ახლა თუ შეიძლება ბოდიში გასვლა მიწევს, იმიტომ რომ ისეთ კი ბატონო, მესმის მარია, მადლობა თქვენ, მადლობა იმისთვის რომ დაგვითმეთ დრო და